წითელი ჩოხი. თელისიენ კატენდე საფრანგეთი. ასაკი 23 წლის. სიმაღლე 179 სანტიმეტრი. წონა 70 კილოგრამი. კლუბი აბაშთიმი. წვრთნელი ჟან-ბაგალი. ბრძოლა დაუწყია. ტიტულები საფრანგეთის ჩემპიონი კაერში, საფრანგეთის ჩემპიონი ძიუდოში. თელისიენ კატენდე იგივე პრედატორი. პრედატორი. ეგრეთ წოდებული და გამოვა ჩვენი შვარცნეგერი პოლკვაძე, თუ პრედატორია ჩვენ შვარცნეგერი. შავკანია სუხდება, კარტოლის სუხა. კი, ნამდვილად რატომაც არა. ეს სერიოზული ბრძოლია. აღას ესეთი იმიჯით გამოდის. არა, დამიჯერე პოლკვაძე. პოლკვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე საქართველოს ერთ-ერთი ახალი მართლა? ვაუ! მე ძალიან მოგწონს. პოლკვაძე, გიორგაძე, აი ბავშვები არის. იმედია ბავშვები რო არის. რა სპირიკით კომპლიმენტად უნდა მიიღოს. ზედა ბავშვი მისგავს კიდევ ვინმე. აბა ესეც ჩვენ მიერ ნაკები თელისიენ კატენდე ზე შემოწმება 23 წლის საფრანგეთიდან 179 სანტიმეტრი, წონა 70 კილოგრამი. კლუბი აბაშთიმი, მწვრთნელი ჟან-ბაგალი, ტიტულები საფრანგეთის ჩემპიონი KRC, საფრანგეთის ჩემპიონი ძიუდოში. ნახე? მისი მოწინააღმდეგე შავი ჩოხი დიმიტრი ბოღაძე. საქართველო, ბათუმი. ძალიან მნიშვნელოვანია ასაკი 25 წლის. ძალიან სიმაღლე 170 აი რა როგორც გორელკა. აი მithumedes ეხლა. სადაც ფეგბურთის სამშობლო ბრაზილია იქნება, გორი იქნება ძიუდოს სამშობლოდ. რა შემიძლია რა? აბარა. სკრა აგარა ქარი გორი. აბარა, გამოვიდა ჩვენი პალავანი. დიმიტრის აქ ძალიან მაღალი ინტელექტი ბრძოლის. აი მისი ბრძოლის კადრები. ინტელექტი ცალსე ბიჭია რა. პოლკვაძე ბათუმელია, ხო, როგორც ვიცი? ჩვენი ედუარდი ავარიშებს. ჩემი პირველი თანაწამყვანი იყო დღეს ედუარდი. გამოდის იასია სამიწის ურავით იქით. ნამიველს აბარა! აგარი მიავლე სუშრუანტელი ბაკრის თეთრი ღია რაც აქვს ვარ. ბრავო ნამდვილად. უნდა მოველაპარაკო ცნობილ ბრძოლა. რატომაც არა, აბარა. მაგრამ მომეწონა. მაგრამ ეს შავკანიერი კი არის ჩემი წონა. აბარე აკვე ხო არის პრობლემა არა. აკვე დაიდო. პასაჟირი საკმაოდ აბა დიმიტრი. სიმიგუ და წავიდა. აბა დაიწყო ბრძოლა. ერთმანეთს უყურებენ. კარგი იყო პირველი. ეგარ უნდა ჩემი აზრით გრძელი კიდურები აქვს. შენ ბევრად მეტი იცი, ამიტომ დაგიჯერებ. აი, ოპა, აი, ნახე, რაც შენ თქვი ზუსტად უკან წავიდა თუ არა იმ წუთშივე გადახტა ერთი ნაბიჯი წინ და ერთმანეთის დაძაბულება თვალებში უყურებენ. დაზვერვა მიდის. გასუსულია მთელი ვერის დარბაზი. როგორ მეც მას ვეღარ ვიგებ. ხო, იმიტომ რომ ის თვითონ მოთამაშეები არიან, მობრძოლები არიან ისე რომ აი დაგზაბეს მაგრად. გულშემატკივრობა აუცილებელია, ამის გარეშე არ გამოვა. ჩემი აზრით ეს
ფრანგი ძიმე უნდა იყოს ჩვენ სპორტსმენზე. მეტი ხო და წონა ერთი და იგივეა თან. რაღაც დიდად დიდად გამოიყურება, ხო? ფეხები ნახე, ფეხები, შვილია, კი, კი, კერდი. კი. თავი დიდია. აიჭრა ჩვენი ფრანგი. სამი. ეს ეთკინა, ეს ოტა ეთკინა. სამი დარტყმა. მაგარი დარტყმა თან ლამაზი. ეფექტური. თან ეფექტური. კი. ოპა! ეგარი, ზისარი. არის. ეს მოადგნენ. აი ესე დაიწყო ის ბრძოლაც და ყურადღებით არის უცნაური. არ უნდა მოვეშვათ. კარგი დარტყმები. ძიუდოს არ გინდა. ძიუდოზე გადადის უკვე. აი ხლა ბრუნი წავიდო და ქართული ილეთი. მე ბატონო. ბრუნი. კარგი მუხლი იყო. ეს ქართული ჭიდაობა ხო როგორ გავიდა საზღვრებს გარეთ და ესეც გავა. არ მოეშვა რა. ბოლომდე. კარგი იყო. ხელებით ემუშავე, ხელებით. ერთგვარი პაუზა იყო ეხა დინამ. აი ამოისურვა. აბარა. სტორია. აბარა. აი ბრძოლობს და აზროვნებს, ფიქრობს. ინტელექტი, IQ. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს სპორტში თავარი არის ინტელექტი. აბარა, ინტელექტის გარეშე გამორჩა აი ძალა და რაღაც ინტელექტი. ნებისმიერ სპორტში. რამდენიც დაიწყო შემატკივარმა შეძახილები წუთშივე უტევს დიმა. ოპა! ინტაპური შეახვედრა? კი, ეს შეიძლება. დასრულდა პირველი რაუნდი. პირველი რაუნდი. დიმას უპირატესობა დიდითან. იმიტომ რომ ჩვენია. ხო, არა, აშკარაა. აშკარად ქართველმა აჯობა. იქაც ვჯობდით მეორე ბრძოლაში, მაგრამ მცირე უზუსტობამ და გამოუცდელობამ იჩინა თავი. ბაგრატიონმა ხო მოუგო ნაპოლეონს. კი, როგორ არა. არ დაუფაზეს მერე. არ დაუფაზეს. საფლავიც კი. კი, დავდივა. ჩვენც დამშვიდდებით ემოციურად. არ გამიყავს ბრძოლა. მე მგონი რომ არ დაჭირდება სამი რაუნდი. კორექცია, კორექტირების შეტანა არ დაჭირდება. ხო, როგორც მიდის ეგრე გააგრძელოს. კი, კაი ტაქტიკა არჩეული. უკვე ჩამოყალიბებული მებრძოლია ბოლქვაძე. წავიდა მეორე რაუნდი. აი აგრესიით დაიწყო ძალიან. კი, ოპა! აგრესიით დაიწყო. ხოთქი. მეორე. დაამთავრე. აბარა. დაამთავრე. ეს რა ყოფილა? ბოლქვაძე შოთაძიას ხათრი დაამთავრე. ხო, კიდევ ერთხელ ერთგვარი ამოსუნთქვა ახლა. გამოხდა ფეხში მოხდა იმედი. არ მოხდა წელს ქვემოთ დარტყმა. მოხდა, მაგრამ შემთხვევით მოხდა. კი ბატონო, ეს შესაძლებელია, არ აუშავს. ოჰო, პირველი ესე ვთქვა დარტყმული. მაგარი მოხდა ახლა. დიმას იმედია ამით არაფერი არ შეიცვლება. არაფერი. მაგრამ მუცე. შიკბაში მართლაც ყბური შემოკრა. მე მგონია რომ ნოკაუტი დამთავრდა. იმედი მაქვს. ასე ჩანს. მე ესეთი ამან თუ კიდევ 1-2 დარტყმა ესეთი აიტანა, ფოტოშორის კარგად იყო დარტყმა. მაგრად იტანს. არა, ზოგადად ჩავკანიანები ფიზიკურად რა თქმა უნდა.
გამძლეობით ძალიან ძლიერები კი ბატონო, კი ბატონო. ბრუნი წავა, ბრუნი. ამან ძიუდოშიც ვერაფერი ვერ ხნა ჯერჯერობით. ვერაფერი, მეც იმედი მქონდა რაღაც იმას წინააღმდეგ, მაგრამ სად იყო ძიუდო როცა ქონდა ქართული ჭიდაობა. აბარა, რას ამბობ. ჭიდაობა, რომელიც ჩვენი ბრძოლის და ჩვენი ზოგადად აი საბრძოლო ხელოვნების თავი და თავია, ხო? ყველაფერი კარგი იყო. მაგარი დარტყმა. კი. ორი. ფექსე როგორ დგახარ? ვიძლი. არ ვიცი, ეს მაგარი გამძლეკა რკინაა, მგონი. მართლა დასაფასებელია დასაფასებელია. დასაფასებელია. სახეზეც კი არ ეთყობა არანაირი მტკივნეული. ცოტა ხელები აწიე. ხელები აწიე. მაგარი ბრძოლა წავიდა. გახურდა უკვე. გახურდა, კი. მაგრაიტას. თვითონ რო შეფასებებს აკეთებს. მაგრაიტას. უარ დავსვათ ადგილი. შეფასებებს აკეთებს თვითონ მოხდება და ვაუ რა მაგარია. უარ დავსვათ. შეიძლება კარგად წაიყვანოს. მაგარი კაცია, მაგარი მოხდება და ეს რა მომხდა უძახის. სისხლებით მოსდის უკვე მას. აი, ოჩა, მუხლი. არა, ვერცი დაუბას. არაფერია, ხო? არა, არ შეიძლება, მაგრამ უკვე დგებოდა და მაშინ მოარტყა. ეხლა უკვე აი ეს მწვრთნელები ეუბნებიან რომ ადექიფებსეო. განაიმიტო რომ ქართველია. არა. განაიმიტო რომ ქართველია. მოძრაობაში იყო კი და არ ღვია, მაგრამ მოძრაობაში. ეთკინა ეხლა გაზდა. გამიზნული დარტყმა. როგორც კი თავიდან და ძირს ეგრევე თელმა სტადიონმა ადექი დავიწყეთ ყვირილი. როგორი ეთკინა გაზდა ეხლა როგორია ადგე. არგია, ისი აღმატებულება ბოლო რაუნდი წავა. ეს ეხლა ფრანგია? ფრანგია კი. კამერუნელი ფრანგი ალბათ. ხო, საფრანგეთის ნაკრებს ზოგადად ფეხბურთშიც და კავალბურთშიც ხო ვიცით. მაგრამ ფოტოშორის სპორტში შავკანიანები მე არა მაგრამ ნომერ პირველ რას ლაპარაკობ. გინდა არ გინდა ესეა რა. გუშინაგერ განვებრძოლა ჯოშუას. აი ბევრმა ტლიკინმა და იმან იცის ეგრე მაგრამ რა არის 20 მილიონი დოლარი აიღო გასვლა ეხლავე გავურო გასლაპარაკო აბა წავიდა ოპა კიდევ ერთი მე რამდენად გაუკეთა უკვე ეს შემოკრა ეგრეთ წოდება მაგარაიტას კი მაგარი ყოფილა ეს ოპა არა ეს მე რამდენი თქვი შენ იმდენი გაატარა იმდენი დაიჭირა ხო იქ ფეხში რამდენი ისმიდის ცერის გამოგრიდის ის რეფლექსი ნამდვილად ოპა ამას თავის მაგივრად რა აქ არ ვიცი ამას უნდა დავrqა ჩუგუნი ო მართლა ოჰო ეხლა თვალებში უყურებ ბოლქვაძეს და აზროვნებს კი აზროვნებს ხდება სად უნდა გავიდეს როგორ უნდა დაარტყას ფათაშორის თვალებმა და გააკეთეს ნაპერწკალი კი ბატონო ციცინათელები გამოჩნდა აი ხო შეიძლება მაგარი გასროლა კი ო კარგი იყო ესეც აღლილი რო არ არის ო არის არც ის და აი თუნდაც ეგრეა არ უნდა ფეხი რა ой кайს თავისთავად ეხლა შოუს ელემენტი აბა რა ამის გარეშე როგორ შეიძლება ეხლა კარგია ესეც დაგჭა წუთი
ცოტა გამოცოცხლდა გამოცოცხლდა, კი, სერიოზული მებრძოლია ეს. გდება გინდა და ძალიან მაგარი მებრძოლია ფრანგი. მართლა სათავშორის მაგარი კი, მაგარი ყოფილა. აბა ერთადერთი რას ვერიგებს? ერთადერთი შეცდომა რაც შეიძლება დაუშვა ხო? დაუშვა ქართველი სპორტსმენის წინააღმდეგ რომ კიდაობა დაიწყო. გვალიშვილმა ხო დასვას ერთელი. კი, ზუსტად ეგრეა მართალია. გვალიშვილმა დაგვანახა. არ შეიძლება გენებში გვაქვს რა ჭიდ ბავშვი რომ იბადება ჭიდაობას რა უნდა პროგრამას მღერი. გენეტიკაში გვაქვს. კი. ეს უნდა დავაშოროთ ახლა ერთმანეთს, თორე ისე არ გამოვა არაფერი. წელს ქვემოთ მოხდა ეთყობა. არა ეს ხო თავისთავად დრო გაყავს ისვენებს, დრო გაყავს. მაგრამ დრო მასზე ნამდვილად არ შეცდომებას იგებს. აი თქვენი მებრძოლი. იმ წუთშივე როგორც ოპა დრო და დასრულდა. ბრავო! ეს იყო დიდებული ბრძოლა, ორი ძალიან კარგი მებრძოლის მონაწილეობით. რა უგვაჩუქეს ნამდვილად. დასრულდეს ეხლა. კარგით. რამოდენიმე წუთი მე დაველოდები ვერდიქტს თუ ვინ გაიმარჯვა, მაგრამ დიმა ბოლქვაძე ალბათ იქნება ის, ვინც ხელს მაღლა ასწევს, რადგან თავიდან ბოლომდე ჯობდა მის მოწინააღმდეგეს. თუმცა ფრანგი მებრძოლი ძალიან მაგრად საერთოდ არ ეთყობა არაფერი არც დახლა, არც არაფერი, მაგრამ ისეთი მადლობა ისევ და ისევ პირველი ტურნირის მხარდამჭერებს ქალაქ თბილისის მერიას, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს და ლიდერს. და იმედი მაქვს, რომ წლიდან წლამდე ეს ყველაფერი უფრო და უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს და საზღვრებსაც კი გაცდება. მაშასე, ნახოთ ვინ გაიმარჯვა ბოლო ბრძოლაში და მეც დაგემშვიდობებით. და შევადელი დღის ბოლო ორთაბრძოლის გამარჯვებული გახდა ეს ორთაბრძოლა საჭდა გადაწყვეტილებით 27-30 დასრულდა. და დაძაბული ბრძოლის გამარჯვებულია შავი ჩოხი დიმიტრი ბოლქვაძე. ულოცავ დიმას, ულოცავ ყველა მებრძოლს, რომელმაც იასპარეზა ზოგადად შევარდელ დღეს. არ აქვს მნიშვნელობა გაიმარჯვოს თუ გამარჯვდნენ, მთავარი მონაწილეობა გამარჯვებულებს კი რა თქმა უნდა ორმაგად ულოცავ და გისურვებთ საღამოს მეგერჩიდავებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ ტრივობამდე.